Mercedes-Benz W240-ის ინჟინერია ნამდვილი მონუმენტია, რომელიც იმ ეპოქაში შეიქმნა, როცა ხარისხზე კომპრომისი უბრალოდ არ არსებობდა. პროექტის ბიუჯეტი $1 მილიარდ აჭარბებდა, რაც თითოეულ კვანძსა და დეტალში იგრძნობა. ავტომობილის მთავარი ღირსება მისი აბსოლუტური იზოლაციაა, რაც საინჟინრო გადაწყვეტების მთელი კასკადითაა მიღწეული. მაგალითად, ორმაგი ჰერმეტული შუშები, მათ შორის არსებული ჰაერის ფენით, სალონში ერთგვარ აკუსტიკურ ვაკუუმს ქმნის. გარეთ სამყაროს ხმაური მინიმუმამდეა დაყვანილი, შუშები კი არასდროს ორ თქდება. ტექნოლოგიურად ეს მოდელი თავის დროზე ბევრად წინ იყო, რადგან სწორედ აქ დაინერგა ციფრული მართვის სისტემა, რომლის წყალობითაც ავტომობილის სხვადასხვა ბლოკები ერთმანეთთან მომენტალურად ცვლიდნენ ინფორმაციას. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი ისეთი ინოვაციების მუშაობა, როგორიცაა სტაბილურობის კონტროლი, რაც მანქანას გზაზე მყარად აჭერს. ძრავის განყოფილება კი ცალკეული ხელოვნებაა. 12 ცილინდრიანი აგრეგატი ისეთი სიზუსტით არის დაბალანსებული და ისეთ სპეციალურ ჰიდრავლიკულ ბალიშებზე ზის, რომ სალონში მისი მუშაობის რიტმიც კი არ იგრძნობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პნევმატური სისტემები. აქ ბევრი ფუნქცია, მათ შორის კარების რბილი დახურვა, ჰაერის ცნების მეშვეობით, სრულიად უხმოდ სრულდება. სავალი ნაწილი კი ისე აწყობილი, რომ ნებისმიერ გზაზე მცურავი ეფექტი აქვს, ხოლო სპეციალური გეომეტრიის წყალობით, მკვეთრი დამუხრუჭებისას მანქანა ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს და წინ არ იხრება. პარკირებისას მძღოლს ძველი საიმედო მექანიკა ეხმარებოდა. უკანა ფრთებიდან ამოსული პატარა ღეროები მანქანის ზუსტ საზღვრებს აჩვენებდა. ეს არის ავტომობილი, სადაც რთული საინჟინრო გათვლები ემსახურება ერთადერთ მიზანს. გზავრმა იგრძნოს სრული სიმშვიდე და დაცულობა ნებისმიერ დისტანციაზე.